დღეს ერთ ჩემი ფავორიტი რუკა მინდა გაჩვენოთ მაპა კარტოგრაფიკას კოლექციიდან, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის იმპერიას უკავშირდება. ეს გახლავთ 1654 წელს პარიზში პიერ დიუალის მიერ დაბეჭდილი ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის რუკა. აი აქ შავი და კასპიის ზღვებს შორის ჩვენთვის საინტერესო ცნობებია. ხედავთ კოლხეთს, იბერიას, ალბანეთს, სამხრეთით დატანილია არმენია. ასევე იკითხება კარგად დიოსკურია, აქვე არის მდინარე ფაზისი და მდინარე მტკვარი. კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე 3 სვეტია დატანილი და იქვე არის წარწერა ალექსანდრეს სვეტები. აქ ბუნებრივია იგულისხმება კავკასიონის გადასასვლელები, პირველ რიგში დარიალი მთებში და ასევე დერბენდი მისგან აღმოსავლეთით. ასევე ვხედავთ წარწერას კავკასიონის მთებთან დაკავშირებით. თუმცა ამ რუკაზე კიდევ ერთი მთებია იგივე სახელწოდებით და ბევრად უფრო შორს, ვიდრე რეალური კავკასიონის მთები შეიძლება იყოს. აი ამ ნაწილს დააკვირდით და აღნიშნავს, იგივე აღნიშნვა მთებთან დაკავშირებით და ახლა კითხვა, როგორ მოხდა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის რუკაზე კავკასიონის მთები, რეალური კავკასიონისგან ბევრად უფრო შორს, სადღაც პაკისტანის, ინდოეთის და ავღანეთის მაღალმთიან ნაწილში.